მომისარგვარია და ეს ბრიტანელა მიზნები თეაიოცელიანი ვარ რომელიც განაგებების სტუმრები გახავთ თვითმართველობის რეფორმის საკონსულტაციო საბჭოს წევრები მაგრამ ხოთი კანდიდატი და ბატონის მამუკა აბლოდე მოგიწამებით პრინციპი კითხვის გადავალ ბატონო კონსერვატორის სახელმწიფო განაგებების სტუმრობის აი ახალ კოდექსის განხილვასთან დაკავშირებით თვითმართველობის რეფორმას ითვალისწინებს თუ შეიძლება აი აპრობლისთვის უფრო კონკრეტული ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ რა არის ეს რეფორმები არის საუბარი მართლობაზე არის ყოველთვის აკეთებდა შეხედა კონკრეტულად მოგესალმებით მეგობრებო მოწვევის სტუდიაში მეგობრებო ამ პრეზენტაციის მიმართულებებს და ჩვენ საქმეებს აემართებოდა მოსული დავწერა შემშევრებული კანონპროექტის განხილვები რეგიონებში და დასწრებული შეფეთქებით საზოგადოების წარმომადგენლებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საერთაშორისო უნივერსიტეტებს. რასაც ითვალისწინებს პირველ რიგში პირველად რეფორმის არის თითო სოფელში საზოგადოებრივი ფიქრობების ჩამოყალიბება, რომელსაც კანონით განიხილება საზოგადოების სამართლის სტატუსი და ეს სოფლები, რომელიც გარდაცვალებულნი ჩამოყალიბდა და მოგებულებას მას მიეწერა საშუალება რომ აიჩინოს საკუთარი თავმჯდომარე სოფლის, რომელიც მომავალში ჩაანაცვლებს ეს იქნება მეგობრობითი ეს არის უფლება მოქალაქის სოფლის პასპორტის და შექმნა ეს საზოგადოების სამართლის და არა ვალდებულება თუ ჩათვლის სოფელი მას შეიძლება ასეთი სახით ფუნქციონირება აი ჩასავალ სოფლმა მისთვის არის საჭირო. აი ამ შემთხვევაში რა საჭიროებების გასაგებია რომ გამოიკვეთება, მაგრამ სოფელი ამ შემთხვევაში დასაკეთებს. ანუ რა ანუ პირველ რიგში ჩამოაყალიბა საინიციატივო ჯგუფი დაგეგმილი მოსახლეობის ანუ საინიციატივო ჯგუფი. რა მნიშვნელობა აქვს ამ სოფელთან ანუ კანონში შეგვიძლია ჩვენ სოფლებს ჩამოყალიბება და ინტერესები ჩადებულია კანონში 50 მოსახლეობაზე და ცხოვრობენ სოფელში რომ ასეთი ამჟამად მაგალითად სოფელი შეიძლება ეს არის ნებაყოფლობითი და ეს არის საზოგადოების თავარი არის რომ ახალი ნეგება ახალიწება ბიზნესის ამასაუბრ რა შეიძლება უნდა იყოს ყველაფერი ორიენტირებული ან რა შეთავაზებებია ამ შემთხვევაში რა უნდა დათანხმდეს რა უნდა მიყო ანუ პირველ რიგში ეს საინიციატივო ჯგუფები შედგება არის პროცედურები არის ჩვენ სოფლის ჩაერთოს ამ ჩამოყალიბებაში სოფლის საზოგადოების ფიქრობების და პირდაპირ დემოკრატიის ესეთი პროცესი სოფლის ხელისუფლების დარგობის საკითხი. ეს დაშემოწმებულობას პროგრამის რეფორმის რამდენიმე ასპექტი. მეორე ასპექტი არის ეს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, ფიქრობების ქალაქების რაოდენობის და ყველაზე ისეთი იქნება ის, რომ შემოგვიჭრეს რეფორმის შედეგად შემოგვიჭრეს იქნება მეორე რეგიონის ფიქრობა. ამაზე და მას კანონით დაეწევა ფიქრობა და რეგიონული გაერთიანება. ურის რეგიონში იქნება მეორე რეგიონის ფიქრობა, რომელიც გადაწყვეტს იმ საკითხებს, რომელსაც მუნიციპალიტეტები გაწყვეტენ და ვერიფიკაციას საკუთარ და ამ etapზე ამ ფუნქციების განხორციელება დღეს ცენტრალურ ხელისუფლებას უხდება სამუნიციპოების სახით. ანუ გარკვეული ფუნქციები არის რეგიონის ფიქრობას გადაეცემა, რომელიც მუნიციპალიტეტებიდან ასოციაციების ინსტიტუციებში. რა გასაგებია საზოგადოებრივი სოფლის საზოგადოებრივი კანონები ამ სავალი დემოკრატიის და მოქალაქეთა განყოფილების ხელშეწყობა და ასევე
ასევე დღეს არსებული არაფორმალური ურთიერთობების ფორმალიზება და უფრო მაღალ სტატუსში აყვანა. გასოლაფის კარგი ბატონო, თქვენთან გადავაშენოთ. ეს ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს მიმართულებას რეფორმა ასოციაციას მოჩამოყალიბდა, ეგ არის გრეციის მასშტაბურად გრეციის საზოგადოება, იმიტომ რომ თვითმმართველობაზე ხელსაუბრობთ მიმართულებაა, მაგრამ რომ გრეციის მასშტაბურად ნიშნავს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ გადაწყვეტილებასთან მიღების პროცესში. ამ შემთხვევაში შეიძლება მოსახლეობის აქტიური გახდა ისინი გაიგებენ იმას, რომ თვითონ აგრირდა პრობლემებიც თავის მოსახლეობები უნდა იყოს, ამ ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტის ეს მოსახლე მაინც იმას, რომ ის სხვა არის ნიშნავს, სხვა მთელი იდეა ამ რეფორმის სწორედ ეს არის, რომ საქართველოში შეიქმნას რეალური თვითმმართველობა და დაიმსხვრეს ის სახელმწიფო ვერტიკალი, რომელიც მოდის ზემოდან, კაცობრიობის ქვეყნის პირველი პირიდან, შემდეგ გუბერნატორები, რაიონის გამგებლები და ბოლოს ეს ვერტიკალი სოფლის წმინდანის დონეზე მთავრდება. Მთლიანად პასუხისმგებლობა გადაბარებული გვაქვს, ასე ვთქვათ, ცენტრალური ხელისუფლებისთვის და ისინი ამ გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენი როლი გამოიხატება მოსახლეობის მხოლოდ იმაში, რომ არჩევნების დროს ჩვენი სასურველი ნომერი შემოვხაზოთ. ეს რეფორმა იგულისხმებს იმას, რომ ცვლილებები დაიწყება ქვემოდან ზემოთ, ან სოფელში, სადაც საერთო კრებების მეშვეობით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება პირდაპირ უშუალო დემოკრატიის ფორმით, სოფელი აირჩევს თავის ხელმძღვანელებს, ეროვნულ ვადით, თავმჯდომარეს, საბჭოს წევრებს. არჩევნები ამის შემდეგ სადაც ასეთი პროცესი არ იმართება და ეს ყველგან ერთდროულად არ მოხდება. წუნებების ფუნქციები უკვე სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს შეთავსება, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ძლიერდება და რეალური ხდება მუნიციპალიტეტი, როგორც თვითმმართველობა, იმიტომ რომ მას ექნება უკვე სერიოზული თვითმმართველი ბიუჯეტი გადასახადების გამგენის ხარჯზე, არა მხოლოდ კონების გადასახადის და გამთანაბრების ტრანსფერის და ასევე შემოვა რეგიონული დონე, რომელსაც ასევე თავისი ბიუჯეტი ექნება. ფუნქციები მათ ექნებათ განსხვავებული რეგიონის ის საკითხები, რაც ბატონმა კონკრეტულად, რომელსაც მუნიციპალიტეტი ვერ გადაწყვეტს, ასევე მუნიციპალიტეტს სხვა საკითხები, რომელიც უფრო ახლოსაა ადამიანებთან და ადგილზე უფრო უპირიანეა მათი გადაწყვეტა. ამდენად მოსახლეობა უკვე იგრძნობს, ჩვენ თვითონ ყველანი ვიგრძნობთ, რომ მონაწილეობს ჩვენი უბნის, ჩვენი სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში და ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის დონეზე, ჩვენი მიერ არჩეული საკრებულოს წევრების მეშვეობით მონაწილეობს ამ საერთო პრობლემატიკის გადაწყვეტაში. მუნიციპალიტეტებიდან რეგიონის საბჭოს თუ საკრებულოს წევრებად იქნებიან მიგზენილი და რეგიონის დონეზეც მიაჩნდათ ჩვენ ხმას. ამდენად თუ ეს სახელმწიფო ვერტიკალი დაიშალა, ჩვენი მოსახლეობა იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე და უკვე კანალიზაციის თუ გზის თუ რაღაც ორღობის ტარიფს აღარ დააბრალებს იმას, სად არის მთავრობა და რას მიკეთებს ეს მთავრობა, იმიტომ რომ ეს საკითხები იქნება სწორედ. თავისი პრობლემების თამყვა და შემდეგ დაიწყოს იმაზე მუშაობა, თუ რა პრობლემა არის პრიორიტეტების სოფლში, რომელიც თვითონ გადაწყვეტს ურთიერთობებს თავმჯდომარეს, ეს ყველაფერი უკვე კანონპროექტებში აისახა, რა მექანიზმებით მოახერხებს ამას მოსახლეობა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილებები არ იყოს საიდანღაც ზემოდან, ცენტრიდან მოსული გადაწყვეტილებები, რომელთა შესახებ მათ აზრი ან საერთოდ აკითხეს, ან ფორმალურად იკითხეს. ზუსტად ამაზე ხა შემდეგ კითხვა დამისათხეთ ეს სოფლის მხარდაჭერის და განვითარების პროგრამა, რომელიც უშუალოდ დასავლური იმაზე, რომ ეს ფაქტობრივად ერთადერთი იყო, რითიც ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა ერთმანეთთან ურთიერთობდა, თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა ამ პროგრამების გამოყენება. მაგრამ როდესაც აი უამრავი სახელმწიფო ორგანიზაციების მონიტორინგს ატარებდა ეს ჩატარებულ სამუშაოებს, გამოიკვეთა მაინც ის, რომ ის ძირითადი პრიორიტეტი, რაც მოსახლეობას როგორც პრობლემა ისახებოდა, მაინც არ არის გადაწყვეტილი.
სოფლებში და რაღაც უფრო სხვა მიმართულებით წავიდა ეს ყველაფერი. აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება მოსახლეობა მობილიზებული იყოს, უფრო აქტიური იყოს, თუნდაც იმის გაიტანოს პრიორიტეტი, რაც წარმოადგენს სოფლის დახმარების პროგრამას შეხედა სახელმწიფო გამოუყოს ერთ მოსახლეზე დაუდგენისმეტ რაღაც თანხას. დავუშვათ კონკრეტულ სოფელს გამოეყო რაღაც თანხა 30,000 ლარის ოდენობით, მაგრამ სოფლის სულს რაღაც პროექტის განხორციელება წყალსადენის გაყვანა გაზიფიკაციის, რომელსაც ესაჭიროება 40,000 ლარი. სახელმწიფო ეს თანხა რომ მიცა, თვითონ სოფლის საერთო კრებაზე გადაწყვეტს, რომ მოდი ეს მოვახმაროთ ამ ჩვენი უფრო პრიორიტეტულ პრობლემას, ერთად გადაწყვეტენ, იმ 10,000 ლარის მოძიებას კი შეძლებს სხვა სახით, დაუშვათ მეცენატს შეაწუხებს, ან გრანტს მოიპოვებს, ან თვითონ შეკრებს სოფელი ამ ფულს, თუ აქვს ამის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი შევა სოფლის ანგარიშზე, დაიხარჯება პროექტისთვის, თვითონვე დააკონტროლებს, ხოლო თუ იმ სიმშია სახელმწიფო მისცა, რა თქმა უნდა, დააკონტროლებს. ანუ განსაკუთრებით გამარგვა, აი ამ სამუშაოში თვითონ გადაწყვეტენ სოფლებში, რომლის მონაწილეობას მიიღებენ მასში, ფულად შენატანს გააკეთებენ. ამ თუ არ არის ამის საშუალება, დავუშვათ ის თანხა კონკრეტული, რაც სახელმწიფო მათ მისცა, რაზე გაიხარჯეს. ასევე სოფლის საბჭოთა თანხმოვანი ითანხმებებს მუნიციპალური ბიუჯეტის შექმნისას და დააყენებს სოფლისთვის აქტუალურ საკითხებს, რომელზეც მანამდე საერთო კრებაზე ირჩევს. ანუ ეს ნიშნავს, რომ საერთოდ სოფლის ხელმძღვანელობის ინსტიტუტი გაძლიერებასაც. როდესაც მონადირე გაცილებით რომელიც აღსრულდება მეტევალდებულებები ეკისრება, ეს ძლიერდება თავისთავად ინსტიტუტი. დღეს წმინდებული ასრულებს დაგანცული გამგებლობის ამბავი და არაფერს დაასრულებს. სოფლის საერთო კრების თავმჯდომარე, რომელსაც მონაწილეობა მიიღო ბიუჯეტის შექმნისას დასვა საკითხები და მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტა საკრებულო ასევე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ არჩეულმა გამოეყოს ამ თანხაზე, შემდეგ იმ სოფლის პრობლემატიკას, ასევე ამ პროექტის წარმართვას, მონიტორინგსაც გაუწევს და თვითონ განსაკუთრებით ჩაერთვებიან. ძირითადი როლი არაშუამავლის არამედ გადაწყვეტილების მიღების იქნება არც ეს თავმჯდომარე, ეს იქნება სოფლის მოსახლეობა. საერთო კრების მეშვეობით და მიმდინარე საკითხებზე დავუშვათ საბჭოს მეშვეობით, რაც სასწრაფოდაა გადასაწყვეტი. ამდენად იზრდება თვითონ თითოეული მოქალაქის როლი და ყველა იქნება სიცხორცეულად დაინტერესებული მივიდეს იმ საერთო კრებაზე და მიიღოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, თუ რა უნდა მას, მის ოჯახს, მის ქუჩას, მის უბანს გაუჩენია რომ გადაწყვეტა. კიდევ ერთი კითხვა, სოფლთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს საზოგადოებაში ეს არის ნაკლები ინფორმაციის, ბრალი არის არასწორად მიღებული ინფორმაციის დამსახურება, თუ უბრალოდ არის საზოგადოებაში და ეს პროექტი აბსოლუტურად დაანგრევს სოფლების ინდივიდუალიზმს. საუბარი იმაზე, რომ სოფლების გაერთიანება, სოფლები მოისურვებენ ამას რომ გაერთიანებენ, შეიძლება რამდენიმე სოფლის მცირე კონტინგენტია სოფლებს დაუყაროს ინდივიდუალიზმი. ამ აღარიასებს ის სოფლები და იახტებოს ხოლმე უფრო დიდმა სოფლებმა დასახლებით, რომელთანაც ეს პატარა სოფლი მოხერხებს ადრეანებას მოიხსენებს. ძირითადად გათვალისწინებულია, რომ ყველა დასახლებულ პუნქტში, რომელსაც აქვს სოფლის სახელი, მინიჭებული და არის სოფელი, ყველა შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი თვითმმართველობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. ერთადერთი რაზეც იმის შეიძლება, რომ არის დაცული სოფლები, სადაც არის თვითონ ოჯახი შემორჩენილი და აი ძალზე მცირე სოფლები, რა თქმა უნდა, ოცი ადამიანის ცხოვრობს, ის ვერანაირ თვითმმართველობას ვერ საზოგადოებს, ვერ განახორციელებს, მაგრამ მას შეიძლება არესტობა შეუძლია უახლოეს საზოგადოებრივ თვითმმართველობასთან გაერთიანდეს. იქ ისედაც დაცულია ის სოფელი და პირიქით ინდივიდუალობა არანაირად არ დაიკარგება იმის ხარჯზე, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას და ჩასულები იქნებიან დღევანდელი ასეთი სოფლებისთვის დამყოფი თანხებიდან მიზებული, მაგრამ შეიძლება საერთო კრებაზე გადაწყვეტონ, რომ მოდი ამ სოფელში დავსახლდეთ, რაღაცა შექმნათ გარკვეული ინფრასტრუქტურა. ეს არის მე მგონი ზედმეტად გადაჭარბებული პრობლემა. პირიქით ყველა სოფელში შესაძლებლობა იქნება შეიქმნას საკუთარი საზოგადოებრივი თვითმმართველობა, ხოლო მათი გაერთიანება
ქალაქთან და ნაფასთან ერთად იქნება უკვე მუნიციპალიტეტი გახდოს ისე როგორც ეს არის. Mums ალბათ სხვა კრიტერიუმები და სხვა პრინციპები, რომლებიც უფრო გონივრულია, ვიდრე ეს ტრადიციული ფორმა მართლობის, რომელიც გადმოგვეცა უკვე წინა ფორმაციის ან საბჭოთა კავშირის პროექტი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იქეთ არის იმასთან დაკავშირებით, მე ამ შემთხვევაში ვისაუბრებ იმაზე, საუბარში საკოორდინაციო საუბრობს, როდესაც საუბარ დაიწყო მაშინ და ეს პროექტი ფაქტობრივად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გრაფ პროექტი დამახასიათებელი იყო, რომ სოფლებზე იწოდათ განკუთვნილ, მაგრამ მუნიციპალურ დონეზე არის საუბარი, რომ შეიძლება ოზურგეთი როგორც გული ცენტრი და ცენტრალურ ოზურგეთ ამჟამად პრობლემა შეეცამა. შეიძლება დაიშურებინა შემო ამჟამად საერთოდ მუნიციპალიტეტი და ესეთი მუნიციპალიტეტი ან როგორც ჩვენ ხატავი, რომელიც ჯანაა, მაგრამ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ერთიანად აღარ იყოს და იასწოროს ხოლმე ოზურგეთნა. Am შემთხვევაში კიდევ უფრო დავაკვირდეთ კონცეფციის და კანონპროექტის გაფორმებიდან პირველ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა. დღეს გვაქვს საქართველოში 5 ქალაქი, ბაქო, ქუთაისი, რუსთავი, ქუთაისი და თბილისი. რომელსაც დაუბრუნდებით თვითმმართველობა, ხალხის საკრებულო არჩეული ქალაქის პრეფექტის შემთხვევაში ამ საკუთარი ბიუჯეტი და საკუთარ პრობლემას ეს ქალაქი თვითონ თვითონ თვითმმართველობის მუნიციპალური ორგანიზმები. დარჩენილება დააჩენს ზუგდიდს, გორს, ოზურგეთს, ასევე არანაირად დამოუკიდებელ ქალაქი ესეთი ქალაქი ოზურგეთთან მაშინ შემოგვიყვეს დღევანდელ მუნიციპალიტეტში შემოგვიყვეს მაგრამ ეს დაბლუსი მათლიური არანაირად არც თავზე აღებულ სოფელთან ხალხ ოზურგეთს საკუთარი ბიუჯეტი არ გააჩნია. საკუთარი კანონმდებლობის ორგანო არ გააჩნია. არის ტერიტორია, რომელსაც რომელზეც არის 25 სოფელი, ოზურგეთის შემთხვევაში შემოგვიყვეს უფრო ქალაქიდან ვთქვათ, ახალი ფედერალური ქალაქი თავისი სოფლები და მუნიციპალიტეტი და საკრებულოში არ წარმოქმნილი ერთი დეპუტატი ლანჩხუთის საკრებულო და ეს არის ქალაქ ლანჩხუთი და გამგებელი სოფელი და იმდენი და სოფლებიდან. ანუ პირდაპირ შევხედოთ დღეს ქალაქი ლანჩხუთი გამოცხადება დღეს არის დაჟანგებული შემიძლია მართავს ერთი თქმა, მაგრამ მოსახლეობა ამ ქალაქებში უფრო მეტი ცხოვრობს, ვიდრე სოფლებში, ხო? და 500-იან სოფელსაც სიტყვაზე ერთი ადამიანი წარმოადგენს ერთი დეპუტატი საკრებულოში და 100,000 ლანჩხუთზე. ანუ თუ აპოზიციურები გეოლოგიური კანონი უფრო მეტად დაშეგულებული შეფოთოს ქალაქის ისე სოფლებს და თუ ინდივიდუალიზაცია საუბარი ამ უფრო პაგანული არის ვიდრე სოფელი და ქალაქი. მე კონცეფციის აღიარებაში სტატუსის აღიარებაზე საუბარი რომ განკუთვნილი კრიტერიუმების შემოტანაზე, რომელთა ქალაქების შემთხვევაში რომ აღებულ მინიმუმ 1000 ადამიანის ცხოვრობდეს ქალაქში მას თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭოს და ასევე შეგვიძლია მუნიციპალიტეტების შემთხვევაში სასოფლო მუნიციპალიტეტების ასევე გამოდებული კრიტერიუმის არის მოსახლეობის სიმჭიდროვე, მოსახლეობის რაოდენობა და ასევე დაშორება ცენტრიდან. დღეს ადმინისტრაციული ცენტრიდან ბოლო დასახლებული პუნქტი. დღეს სიტუაცია არის ჩვენთან მუნიციპალიტეტები, სადაც სოფლები ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული არიან 100 კილომეტრიდან წინ. ანუ შედის ეს მუნიციპალიტეტი გამგებელი საკრებულო არის სხვა ორგანიზმის მუნიციპალიტეტში, ქალაქში და სოფლის საკუთარი აქტიობების გადაშორება და მიმადევნებს რამდენი დაგეგმეთ 100 კილომეტრის გავლა უყვებად ჩაქმნიათ საკუთარ არჩეულ წარმომადგენლებს. რაც ალუმინური არის და სისტემური თავისუფლების მოსახლეობასთან ახლოსაც შეიძლება. და გამომდინარე, პირიქით შევფიქროთ, რომ ეს
განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებასთან, მოქალაქეებთან, უფრო ამერიკული და გაიგება მოქალაქეების მონაწილეობას. და შეიძლება კითხვა იქნება, შესაძლებელია თუ არა აი ამ მიმართულებებმა ამ კუთხით ყოფილების განვითარების ხელშეკობა არის, როდესაც საუბრობ ძალიან ბევრი აი თუნდაც პროცესზე და როდესაც ვაისაუბრეთ, ხო? აი საინტერესო გაცვლილი არის, რომ ზუსტად შეიძლება რომ სოფელ დაავადებულებს არის მოსახლეობა. იქნება თუ არა, შეიძლება თუ არა სოფელში სიტუაცია, რომ აი ადამიანები რომლებიც დღეს მუდმივად ეკანებიან ქალაქებს, თუნდაც იმიტომ რომ თავის არსებობის საშუალება გამოჩნდება რაღაც მინიმალური მაინც, შეიძლება თუ არა აი ამ შედეგზეც იყოს ყველაფერი და არის თუ არა. რა თქმა უნდა, პირველი შეამოწია გაფრთხილი, ანუ ის ადამიანები რომ დაინახონ გამგეისა რომ ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესად არის, რომ მათ სიტუაციას მათ კონსოლიდებას და მნიშვნელობა აქვს და ისიც ის გადაწყვეტილების მიღებაში ვიცოცხლი ქალაქებში უფრო დაზიანებული არის და ის კრიტიკული მომენტი არის, როდესაც ჩვენს კონცეფციას ეწევიან ადმინისტრაცია ისევ ადმინისტრაციული ხარჯები და ასე შემდეგ, ხო? და არის ადამიანების რესურსი ამერი ადგილზე. პირველი მოსული რომ ეს ადმინისტრაციული რესურსი არის და უფრო ოპტიმალურს ხდის ჩვენი მოსაზრებით და ის რომ ადამიანების რესურსი არ არის, ეს ის გარია რომ აი ეს ფიქრობრივი ფაქტორები ჩამოყალიბდა საქართველოში და გამიგება მოხდა. თუმცა არანაკლები იმითო თორემ ფაქტორი არაფერი არსება. არა არსებობს აქცია წარმოადგენს მართლა გითხრეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ჩატარების შემდეგ სერიოზული ფიქრი მიეცა ინვესტიციებს და ეკონომიკურ ცისფერს, თუმცა უშუალოდ პირდაპირ კავშირი თითქოს ამ რაღაცას შორის არ ჩანს. ერთი შეხედვით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი და დემონსტრაცია ფაქტობრივად. მე ჩემს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ გადაცემის სტუმრები და ფერსონალთან კონტაქტი და ბატონი მამუკა აბლოდა თვითმმართველობის რეფორმის საკონსულტაციო პაკეტს. მე მომავალ გადაცემამდე მშვიდობებით.